მოგესალმებით. გასაგებთ როგორ გავაკეთე $1362 40 წუთი დამჭირდა ამ ტრედში. YM-ზე გავხსენი ეს ტრედი ლანჩის მაკროზე. ჩემი მოდელით და ეს საიტი რამ ლამა საიტი რაც უყურებთ არის sidview.g. მოკლედ გეტყვით მარტივად, მე უკვე იქნება დეტალებში რომ არის თქვენი სტატისტიკის გასაუმჯობესებლად შექმნილი, თქვენი ტრეიდინგის ასევე თქვენი ცხოვრების შესრულად შექმნილი საიტი. შეგიძლიათ შეხვიდეთ და გადახედოთ თქვენით რა არის. მოკლედ, ეს ტრეიდი გაიხსნა ლანჩის მაკროზე. ეს წინასწარ AM-ზე მქონდა სტრიმი, დღეს live trading-ი დროს ეს არ გახსნა იმენა live-ში, მაგრამ AM-ზე მქონდა სტრიმი, ვიყავი მარკეტზე ბულიში, NQ-ზე და ES-ზეც, მაგრამ ბევრად უფრო ლამაზად მომეჩვენა, სიმართლე გითხრათ 3 წელია ტრეიდი futures-ზე ოღონდ YM-ზე არ გამიხსნია რა, 3 თუ 2 წელია. და დღეს არის ჩათვალეთ ეგ ისტორიული დღე. დღეს გავხსენი ეგ ტრეიდი და რატომ ახლა გეტყვით YM-ზე რა? მოკლედ, რო გადავხედოთ მაღალ time frame-ში, შეხედეთ, ძალიან მარტივია რომ მარკეტზე მიხვდე დღეს, რომ მარკეტის target-ი S equal high. მარკეტი ესეთ უბრალოდ high-ებს არიდოვებს, მით უმეტეს bullish order flow როდესაც არის მარკეტზე, მარკეტი ჩამოვიდა discount-ში ამ range-ის, discount-ში რო ჩამოვიდა, მაგიდან 1 საათიანი order block გააკეთა. ამას უყურო ეს მქონდა ჩემს თვალსაჩინოში. და live-ზე რო ვიყავი, ბიჭებს პირდაპირ ვუთხარი, რომ 5 წუთიანზე როგორც კი დავინახავ აქ ჩამოსვლას და აქედან entry model-ს მეთქი, ეგრევე შევოთქო რა. აქ ხან მოდი შევხედოთ, გადავახვიოთ. შეხედეთ, ავიდა მარკეტი, ჩამოვიდა. აქედან უკვე ველოდები entry model-ს. რაიმე რომ მარკეტმა მაჩვენოს, რომ bullish-ია. მაგალითად, AM order block-ის აკეთება, breaker block-ის აკეთება. სიმართლე ძალიან კარგი დროსაც არ არის ხა ეს ყველაფერი რა. მაგრამ ნუ აქ მაინც ვუყურებდი entry-ს. 15 წამეზე ვიყავი გადასული და ვერაფერი ვერ ვნახე, არ ყოფილა არაფერი, მთელი ეს sell მოდელი იყო აქამდე. ძალიან ღრმად ჩამოვიდა, იმიტომ რომ დრო არ იყო სწორი იდეაში, ეგეც არის ამ დროს დრო არ იყო სწორი. შემდეგ კი ლანჩის მაკრო რომ მოვიდა, ლანჩის მაკრო ძალიან მაგარია, მით უმეტეს იმ კვირაში, როდესაც ნიუსები არ არის. აი მაგალითად რო განახოთ ახლა forex-factory.com-ზე რო შევიდე რა. ამ კვირაში რატომაც AM სესია არ არის კარგი, იმიტომ რომ არ გვაქვს ნიუსები. ნიუსები როცა არ არის, AM სესია დაბალობითობიანი სატრეიდო არის რა. ამიტომაც ლანჩის მაკრო მით უმეტეს PM-ი, ლონდონი, პრემარკეტი ვეროდ უფრო უკეთესია ხოლმე რა. AM-ს უფრო ძირითადად ან 9:30-ის ველატურობა, ან ნიუსი ამოძრავებს ხოლმე კარგად რა. ხო და შემდეგ უკვე ეს proportion block-ი არის, order block-იდან წარმოქმნილი order block-ი. აქ გავხსენი ეგრევე ტრეიდი. 12:59-ზე შევიდე ტრეიდში, stop loss იმედო აი აქ, ამ low-ზე და target-ი მქონდა რა. პირველ target-ი იყო standard deviation გახაზული თავიდან ეს live-ზე გავხაზე ეს, რომ ეს მექნებოდა პირველ partial-ად რა. -1.5-დან წოთა ზემოთ მქონდა target-ი. ეს გავზო მექნიან, ხა გამახსენდა. პროსტა მოხაზული მქონდა და მე აღარ შემიხედოს partial-ი პროსტა მან დავიღე. აი ეს midline-ი აქ მქონდა პირველი partial-ი. და საბოლოო target-ი ეს buy-side liquidity, რაც არის equal high მონიშნული, აი ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ მის დანახვა რომ მარკეტის drone liquidity ეგ არის. თავარია დაელოდო მოითმინო რომ setup-ი დაჯდეს და max setup-ზე შეხვიდე. მე უბრალოდ თავის საკეთებს მარკეტი. მოდი გადავახვიოთ. შემდეგ მოხდა ეს, პირველი partial-ი ავიღე და მე უკვე ესე საბოლოო take profit-ს მიერტყა. სადღაც 40 წუთი ვიყავი ამ ტრეიდში. და ეს არის აგერ ბიჭებიც გამოიყენეს ჩემი კოლი და just strike here და მედოს. და შევიდნენ ჩემთან ერთად ტრეიდში. ნუ live-ში არ გამიხსნია კიდე ერთხელ ვიმეორებ, არ ვიტყვი რომ live-ში ავხსენი, მაგრამ live-ში მქონდა ნათქვამი რომ 5 წუთიან entry model-ს როგორც კი ნახავ, ეგრევე შევიდოდი და უეჭველდი. აქაც რომ შესულიყავით, არ იქნებოდა ცუდი, stop loss lows დააყენებდით, ჩვეულებრივად აგერ ამ order box-ზე ამ breaker-ზე რო შესულიყავით, stop loss lows დადებდით და target-ს აიღებდით ისევ ამას და მაინც მოხსნით ამ take profit-ს. უბრალოდ უკეთესი ტრეიდი ავიღე უკეთეს დროს. ეგეც მნიშვნელოვანია execution-ისთვის და სიზუსტისთვის ეს თქვა trading-ში რა. ეხლა რო გადავხედო ES და NQ-ს, შეხედეთ მარკეტი AM-ზე ძალიან choppy price-ში იყო რა. ანუ არც ზემოთ დიოდა, არც კომით ჩამოდიოდა, SMD გაიკეთა low-ებზე რო ჩამოვიდა და აქედანაც რავი, უბრალოდ იმიტომ არ გავხსენი AM-ზე long-ის ტრეიდი, რომ არ მქონდა ნარატივის არ შექმნილი რა, bullish ნარატივი, მარკეტი bullish-ი იყო ეხლა. მაგის დანახვა რომ მარკეტი bullish-ია, რთული არ არის რა. უბრალოდ მარკეტი უნდა დაალაგდეს მსგავსად და ეხლა დაალაგებული ახლა აი აქ ამ მარკეტზე რო ესე იმოძრავებს, ხო რა თქმა უნდა დაალაგებული არ არის, ხო? ამიტომაც აქ გახსნა დაბალობითობიანი არის ზოგადად ესეთ კონდიციაში მარკეტის AM-ზე ახლა რა შეხედოთ რავი, ამას ჩავრთოთ უგინათ, მოიცა? ეს ჩავრთოთ. შეხედეთ რომ AM-ი არის chop.
მართლა ძალიან ჩოპი აქ ვერამ ვერ შემედავება რომ ემი მაღალბთობიანი იყო ერთი ეს მოძრაობა იყო შორტის მაგრამ ეგეც საიდან დაინახო რავი შეიძლება თუ ის ბაიასი ექნებოდა რომ მარკეტი ჯერ კომუნტურნი ჩამოსულიყო ეს ლოვა იყო და მე წავიდოდა ზემოთ ბაზარი არა შეიძლება ეგ შორტი გაგეხსნა რა რავი ეს ახლა მოკლევადიანი BR short the flow-ა რაც higher time frame-ზე მარკეტი bullish-ი არის მე ეგეთ ტრეიდებს არ ვიღებ ზოგადად ეგეთ ტრეიდები ჩემს დაბალბოთობიანი მერჩევნია higher time frame order flows გავყვე და უფრო დიდი და მარტივი ტრეიდები დავიჭირო ხოლმე რა რაც ახლა დღეს აი ამ OIM-ზე ქვენით ახლა crude-ზე BR-ში ვიყავი დღეს ვოლტ ტრეიდი არ გამიხსნია crude-ზე AM-ზე არ იყო კაი ხორმარი ტრენსფერტი ქონდა და მე დაეშვა ლანჩზე ქვემოთ რა იქიდან კაი შორს დაიჭერდი ის კაცი აქ რო ავიდა აქედან რამე entry მოდელზე გაშორტავდი კაი შორს დაიჭერდა ო მოკლედ ეგ იყო და ეგ ჩვენი YM-ზე გახსნილი ტრეიდი. თავარი მოდი უცებ შევაჯამოთ მაშინ. თავარი იყო რა, რომ ეს equal-ები იყო დატოვებული, equal high-ები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. მერე ნარატივი, ანუ ეს არის bias, ხო? ნარატივი რა იყო? მარკეტი ჩამოვიდა დისკაუნტში, მაგიდან გაკეთდა ეს order block-ი, ეს order block-ი რო გაკეთდა, ესე იგი მარკეტი ამ bearish order flow-დან დაიშიფტა და გადავიდა bullish order flow-ში, ეს low ხელშეუხებელი უნდა დარჩეს, ამ order block-ში ჩამოდივართ და expansion-ი გვაქვს აი ამ equal high-ებს. უმარტივეს ტრეიდი. მარტო ეს იყო მიზეზი, რატომაც YM-ზე ტრეიდი გავხსენი, თორე ზოგადად საერთოდ არ ხსნი როგორც თქვი YM-ზე ტრეიდს. XY BR-ში. კარგი, ეს იყო და ეს. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.